მოგესალმებით. Facebook-იდან დასმულ კითხვას შეგეკითხებით. პირველი კითხვა მაია ახალაძეს ეკუთვნის. ძალიან მძიმე კვირა გაიარა ქვეყანამ. როგორ შეიძლება შეფასდეს ილია მეორის როლი საქართველოს ეკლესიის გამტკიცებაში? დღეს ასევე ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. უგულო მაია. მე მგონი ყველაფერი უკვე ითქვა და ჩემი ამისი რაღაცის დამატება ცოტა რთული არის. ფაქტი არის, რომ ეს ეკლესია, რომელიც პრაქტიკულად განადგურებული იყო საბჭოთა მთელი პერიოდის დროს, გამოიყვანა პატრიარქმა ამ მდგომარეობიდან, გამოაცოცხლა და შეკრა როგორც ნამდვილი ეკლესია. ავტოკეფალია აღადგინა, ან უпростоრეთ მიაღებინა მსოფლიო პატრიარქს, რაც იყო თუნდაც დაგვიანებული და ამითი კიდევ უფრო გააძლიერა ამ ეკლესიის დამოუკიდებლობა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ ეკლესიას მისცა შიდა ერთობა და ამითი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ის როლი მისცა ეკლესიას, რომ ეს იყოს მართლა გაერთიანების მთავარი ძალა ამ ქვეყანაში. და ეს იყო მისი მთავარი ალბათ საზრუნავი, რომ არაფერი არ ყოფილიყო, რაც შეიძლებოდა დამყოფი ყოფილიყო, დაპირისპირების საფუძველი და ამისი ყველაზე უფრო ალბათ ეშინოდა, რომ ის რაც გაიარა ქვეყანამ, ის შიდა დაპირისპირება და შიდა ომი, ეს არასოდეს აღარ დაბრუნებულიყო და ამაზე ზრუნავდა ყველაზე უფრო და იცოდა, რომ სისუსტე ამ ქვეყნის არის სწორედ დაყოფაში. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე უფრო აძლიერებს და აძლევს ხელს და საშუალებას, რომ ამ ქვეყანაზე იბატონოს. და ამიტომ ერთობაში ხედავდა ჩვენ მთავარ დაცვას და ამაში იყო ძალიან ძლიერი და მოგცა ძალიან დიდი ძალა. რეზან ხაჯიევის კითხვა, რას ფიქრობთ პატრიარქის დაკრძალვამდე სამების ტაძარში პოლიტიკურ სიტყვით გამოსვლებზე? საერთოდ რომ ეს არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მომენტი, ეს მე მგონი ყველასთვის დღეს უკვე გასაგები არის, როცა დავინახეთ რა არის პოლიტიკური მომენტი, რომ ეს არ იყო ის, რასაც ისურვებდა თვით პატრიარქი და მე ყველაზე უფრო არ დამაკლდა პოლიტიკური სიტყვები, მე მგონი რომ მისი ადგილი ნამდვილად არ იყო, არც ლექსების სხვათა შორის, მაგრამ ყველაზე უფრო დამაკლდა ის, რასაც ისურვებდა ნამდვილად პატრიარქი, ერთის მხრივ, რომ ყველა კონფესიები, რაც არსებობს ამ ქვეყანაში და რომელიც გაერთიანებული არიან ერთობაში, ყველას ჰქონოდა საშუალება, რომ გამოეთქვა თავისი დამშვიდობების სიტყვა პატრიარქის მიმართ. ეს იქნებოდა ნამდვილად ძლიერი სურათი საქართველოს საუკუნოვან ტოლერანტობის, რომ ყველა კონფესიები რეალურად იყვნენ შეკრებილი მათი პატივისცემით პატრიარქის მიმართ. ეს ვერ შევძელით, რატომღაც ძალიან მარტივი იყო და ალბათ ეს საპატრიარქოს ვალი და ვალდებულება იყო, რომ ეს მოეფიქრათ და ეს გაეკეთებინათ. დანარჩენი ხო რაზე უნდა ვისაუბროთ, რაც მოხდა ის მოხდა, ესეც არ იქნებოდა პატრიარქის სურვილი ასეთი დაყოფა ქვეყნის პოლიტიკურად და პარტიულად, როცა თვითონ ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველანაირად ყველა ყოფილიყო წარმოდგენილი. მე მახსოვს ერთი, ვეღარ გიხსენებ ახლა, აღდგომის წირვა იყო თუ შობის წირვა, მაგრამ დაგვაყენა პატრიარქმა ეს ის დრო არის, როცა ვართ ოპოზიციაში, ლევან გაჩეჩილაძე და მე მასთან ერთად და კიდევ რამოდენიმე ადამიანი, აღარ მახსოვს სხვები ვინ იყვნენ, ლევანის ცოლიც იყო და ცუდად გახდა წირვის დროს მახსოვს და მეორე მხარეს
მიშა სააკაშვილი და მისი ეს მაშინ იყო პრეზიდენტი, ჩვენ ვიყავით ოპოზიცია. დაგვაყენა ერთ ბოძთან მარცხნივ სააკაშვილი და მეორე ბოძთან ჩვენ. და ასე ჩაატარა ეს წირვა. ეს იყო მისი ხედვა თუ როგორ უნდა იყოს პატრიარქი, მედიატორი ყველასი და ყოველთვის ამას ცდილობდა, რაც მე მახსოვს. გელა ჩიჩუა, ინტერნეტში ვრცელდება თქვენი ძველი ვიდეო, სადაც საყვედურობთ პატრიარქს, რომ არ მოგისმინათ. თუ გაიხსენებდით, რა პერიოდს უკავშირდება ეს ვიდეო და რა მოხდა მაშინ? ან რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება? ძალიან კარგად მახსოვს, ამას არასოდეს არ დავივიწყებ, ეს არის 26 მაისის მეორე ნაწილი, როცა შევიკრიბეთ ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის ამ ოპოზიციის ირგვლივ, თეთრებში ყველა იყო გამოწყობილი, გარდა მე, იმიტომ მე მქონდა ის მიშას პიჯაკი, რომელსაც არ მოვიხსნიდი, სანამ მიშა იქნებოდა ხელისუფლებაში და ძალიან დიდი იმედებით ვართ, იმიტომ რეალურად იმ დღეს ყველაფერი იყო სასწორზე. ძალიან დასუსტებული იყო რეალურად სააკაშვილის რეჟიმი და ძალიან ძლიერი ეს საზოგადოებრივი ოპოზიცია, ეს მხოლოდ ოპოზიცია არ იყო, მართლაც მთლიანად საზოგადოება იყო გაერთიანებული. და ისე მოხდა, რომ იყო ორი ვარიანტი. ერთი რომ წავსულიყავით რუსთაველზე, სადაც ერთის მხრივ დიპლომატიური კორპუსი იყო რუსთაველის თეატრში და იქ გაგვეგრძელებინა ეს მასშტაბური პროტესტის აქცია და მეორე, რომელიც წამოვიდა გაჩეჩილაძეებიდან, ძირითადად აზრი კი არა, მტკიცება, რომ უნდა წავიდეთ სამებაში, იმიტომ რომ სამებაში პატრიარქი ისეთ რაღაცას იტყვის, რომელიც გადატეხავს სიტუაციას. ეს იყო დადებული პირობა, რასაც ვერავინ ვერ შეეწინამდეგებოდა იმ ჯგუფში, რომელშიდაც შევდიოდი და რომლებიც იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზატორები. ნათქვამი იყო, რომ ჩვენ შევხვდითო, ვიცითო, მას პირობა აქვს დადებულიო და უნდა წავიდეთ ყველანი სამებაში, რაც ჩემში იწვევდა რაღაცა ძალიან დიდ უხერხულობას, მაგრამ ეს იყო უმრავლესობის აზრი და პირობა დადებული. მივედით სამებაში, სადაც ყველანი ველოდებით, რომ პატრიარქის გადაგებაში იქნება ისეთი რაღაცა ნათქვამი, რაც მართლაც გადატეხავს სიტუაციას, რომ მხარე გახდება პატრიარქი. და ამას მოყვა ის იმედგაცრუება, იმიტომ პატრიარქი მოიქცა პატრიარქად, ანუ არაფერი ისეთი არ თქვა, რაც იქნებოდა აღქმული როგორც ჩვენი მხარეს გადმოსვლა პატრიარქის და მხარდაჭერა და მართლაც იყო იმედგაცრუება, ძალიან ემოციური იყო ის მთელი დღე და ეს ემოცია არის ის, რაც ჩანს ამ ფილმში და მერეც რომ გამოვიდა პატრიარქი მანქანით, მაშინაც მივედი მანქანასთან და ღია ქონდა ჩამოშვებული შუშა და უთხარი რომ რატომ მიგვატოვეთ. და მერე მართალი რომ ბოლომდე რომ ვთქვა ყველაფერი, მერე აღარ ვიცი რამდენიმე დღის მერე იყო თუ მეტი დრო გავიდა, აღარ მახსოვს, მერე ბოდიშიც მოუხადე. იმიტომ რომ რეალურად მეც მივხვდი ამ ემოციების მერე, რომ არ შეიძლება რომ სთხოვო პატრიარქს და პირველი ინტუიცია ჩემი უფრო სწორი იყო, არ შეიძლება რომ ელოდო პატრიარქისგან და მოსთხოვო მას, რომ გახდეს მხარე. ეს სწორედ საწინამდეგო იყო ყველაფერთან ის, რასაც გადაგებდა და რასაც თავის მთელ ცხოვრების დროს აკეთებდა რეალურად იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ამ ქვეყნის ერთობა. TikTok-ზე გვეკითხება. შენ სად იყავი, რო არ ჩანდი, არ შეგიშვეს, გარეთ მოგიწია ხალხთან ერთად დგომა, დისკომფორტი იყო ეს თქვენთვის? ჯერთი ყველაფერი ვიყავი ხალხთან ერთად, მერე ისიც მოხდა, რომ შემიყვანა პატრიარქმა და ვიყავი სამძიმარზე, არა წირვის დროს, მაგრამ მანამდე მეორე დღეს და ნამდვილად შემიყვანა პატრიარქმა, იმიტომ ისეთი ფორმით შევედით, რომ არავინ არ გადაგვეღობა, არავინ არ შემიშალა ხელი და მივედი იქამდე სანთელიც დავანთე, დავესწარი
ყანაშვიც მის დასაც მიუსამძიმრე და ძალიან ბედნიერი ვარ ამითი. მე კიდე ვიყავი ხალხთან, ყველა მიცით რომ არ ვიყავი სამებაში გამოსვენების და წირვის დაკრძალვის წირვის დროს, არც სიონში, მაგრამ ვიყავი ძალიან ახლოს სიონთან და ძალიან კარგ ადგილას ვიყავი რეალურად, იმიტომ რომ ეს იყო იმ დიდ ეკრანის უკან, ასე რომ ვერ ვხედავდი იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა, მაგრამ გვესმოდა გალობა. ძალიან მშვიდი ადგილი იყო, ძალიან ახლოს სიონის შესასვლელთან და იმის მერე ვიყავი რამოდენიმეჯერ ასევე სიონში და ჩემი რაც მე მინდოდა ის ყველაფერი მივიღე და მე ვარ ბედნიერი ამითი. დანარჩენი არის პოლიტიკა, პროტოკოლი, ეს სხვა რამე არის და ამაზე სხვებმა ისაუბრონ. მოსაზრებას გვიწერენ ამასთან დაკავშირებით, ვინც ხალხთან ერთად შევიდა, ეს იყო პატივისცემა და არა ნაცნობობით და პრივილეგიით. რეალურად გამოვხატეთ პატრიარქის მიმართ ჩვენი სიყვარული და პატივისცემა. აქვე გვეკითხებიან, ქალბატონო სალომე, რას ფიქრობთ საყოველთაო ამნისტიაზე? რომელ ამნისტიაზე, რას ნიშნავს საყოველთაო ამნისტია? არ ვიცი რას გულისხმობს ეს კითხვა. თუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ სინდისის პატიმრების ამნისტია და პოლიტიკური ლიდერების ამნისტია, თუ ვინმეს უნდოდა რაღაცა ჟესტი პატრიარქისადმი, რომელიც გამოხატავდა ნამდვილად პატივისცემას მისი სურვილების მიმართ, ალბათ ეს იქნებოდა ის ჟესტი, რომელიც ერთის მხრივ პატრიარქის არ გამოცხადებულ, მაგრამ ყველა მიცის, რომ ასეთი სურვილი ექნებოდა, ამისი აღიარება და გათვალისწინება და მეორეს მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული სწორედ იმ მიმართულებით, რაზედაც საუბრობთ, რომ პატრიარქს უნდოდა რომ შენარჩუნებული ყოფილიყო ეს ერთობა და ყველაფერი რაც ყოფს ამ ქვეყანას იმის წინააღმდეგ ყოველთვის იბრძოდა, ეს იქნებოდა ჟესტი ამ მიმართულებით და ალბათ მოიტანდა ძალიან ბევრ სასიკეთოს ამ ქვეყნისთვის. TikTok მაყურებლები გილოცავენ დამატების დღეს, მოგვიანებით, მადლობა. მიმი ხელაძე გვეკითხება ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს ელენე ხოშტარიას ასეთი სასტიკი სასჯელი, რისი ნიშანია ეს? სჯიან ოპოზიციის ლიდერებს, რადგანაც მათ, ანუ ხელისუფლებას აქვს აღიარების პრობლემა და ვერაფერი მოუხერხა პროტესტს და რომელიც ისევ გრძელდება. როგორ შეაფასებთ ამას? ხო, ზოგადად ეს რეპრესია და რეპრესიის გაგრძელება და დამძიმება სწორედ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ ესეც ეწინააღმდეგება სრულიად პატრიარქის წუხილს და მოსაზრებებს. ეს არის ნიშანი მხოლოდ ერთი რამის, რომ ეს რეჟიმი თავისას ვერ აღწევს, იმ მიმართულებით თუ ამ მიმართულებით თავისას ვერ აღწევს და თავისი შიშის გამოხატულებაც არის ერთგვარად, იმიტომ რომ როცა ვერ აღწევ, როცა ხარ რეჟიმი, რომელიც შენ ძალით და ძალმომრეობით ხარ გამართული დღეს ამ ქვეყანაში, თუ ვერ აღწევ შენსას, მაშინ უკვე გებადება შიში, რომ რა მოგივა, როგორ მოგივა, როდის მოგივა. და ამ მდგომარეობაში არიან აშკარად და ეს არის ამისი გამოხატულება. ლელა ბედიანაშვილი გვეკითხება პირველ ლედისთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სიტყვით გამოვიდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამას და როგორია თქვენი რეაქცია, როგორ შეაფასებთ ამას? მე არ შევაფასებ ახლა პიროვნულად ვინმეს და არც ჩემგან სწორი არ იქნება, მაგრამ მე მინდა სხვა კუთხით დავინახო ის, რაც ხდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ მუდმივი მიზანი ახირება ვიტყოდი რუსების იყო საქართველოს როგორც სახელმწიფოს დაკნინება, გაუქმება მისი სამეფო ტახტის და ამ კუთხით და დაკნინება
ყველაფრის ბაგრატიონების თავისთავად და სახელმწიფო წარმომადგენლების და ამ კუთხით დანახული აბიტუსით შერჩეული პრეზიდენტი და ის რაც მოხდა ამერიკაში არ შეიძლება რომ არ იყოს ხელშეწყობილი ვიღაცის. ეს მხოლოდ დამთხვევა არ არის, ვიღაცამ მოინდომა, ვიღაცამ გააკეთა, გააკეთებინა და ძალიან მწუხვარ. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სურათი, რაც არ უნდა და ვინც არ უნდა იყოს, ვინც წარმოადგენს ამ ქვეყანას, ჩვენი ყველასი სურვილი არის, რომ წარმოადგინოს ღირსებით და მით უმეტეს დღეს ამ მომენტში ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოზე არ შეიქმნას რაღაცა ისეთი სურათი, რომელიც არ არის ღირსეული სურათი, რომელიც ჩვენ ყველასთვის იქნებოდა საჭირო. TikTok-ზე აქტიურად გვიწერს ბაბი ამ კითხვას. საერთოდ გვეშველება რამე ოდესმე რა ფასები აქვს პროდუქტებს, რომ მალე შიმშილით დავიხოცებით ქართველი ერი? ფაქტი არის, რომ ძალიან დამძიმდა კიდევ უფრო ქვეყნის და საზოგადოების ნაწილის მდგომარეობა. პირადად მე ამას ძალიან კარგად ვხედავ, იმიტომ მე მწერენ პირადში რაღაცა დახმარებების და ისეთ მდგომარეობაში მყოფი ხალხი, რომელიც ძალიან სწორი მაჩვენებელი არის საზომი იმისი თუ რა დღეში არის ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ამ ქვეყანაში, რომლის ვითომცდა ეკონომიკა დუღს და გადადუღს. ეს დუღილი ვიღაცების ჯიბეებში შეიძლება ჩანდეს, ეს ადამიანები ხშირად მერე აღმოაჩენენ თავს ციხეში კორუფციის გამო, რაღაცა ასობით მილიონების გამო, მაგრამ ეს არის ერთი ნაწილი, ძალიან ვიწრო ნაწილი ამ ქვეყნის და დანარჩენი არის მიშვებული თავის ანაბარად და ვერაფერს ვერ შვება, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს უკვე ყველაფერი გართულებული არის, ცხადი არის რთულია ძალიან სამსახურის შოვნა, ურთულესი არის რამე საქმის დაწყება, იმიტომ რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში ისეთი კრედიტი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ დაიწყო რამე შენი საქმე, ისე რომ პირობები იყოს არა ისეთი შეუძლებელი შემდეგ ამ საქმის გაგრძელება და ადამიანები ან მიდიან, მაგრამ ესეც უფრო და უფრო რთულდება, გინდ ევროპაში, გინდ ამერიკაში, უკვე ვხედავთ, რომ ვის შეუძლია რომ მოაგროვოს 5,000 თუ 15,000 იმისთვის, რომ ვიზა მიიღოს ამერიკისთვის. არავის. იქაც ძალიან გართულდა ჩვენი მოქალაქეების იქ ყოფნის საკითხი. მე მომწერეს ამის შესახებ, რომ ძალიან ბევრი დღეს არის უკვე იმის საფრთხის ქვეშ, რომ დეპორტი მოხდეს. ჩვენ ვიცით, როგორ მიმდინარეობს ამ მიგრანტების მიმართ დღევანდელი ამერიკული პოლიტიკა და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ აქ კიდევ უფრო მძიმდება და დამძიმდება ეს მდგომარეობა. ამას და ამისი უნდა ეშინოდეს დღევანდელ რეჟიმს. დიდი დაანონსებული აქციები გვენატრება. არის თუ არა მუშაობა ამ საკითხზე? დიდი დაანონსებული აქციები უთუოდ იქნება. ეს არ არის ისეთი რაღაცა, რომელიც იგეგმება ამ ფორმით. შეიძლება დაამთხვიო აქციები ზოგ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენ თარიღებს და ამითი იზრდება. მე ვიცი, რომ შაბათს იქნება დიდი აქცია, მაგალითად სინდიცის პატიმრებზე, რომლის სასამართლოები ამ დღეებში არის, ელენე ხოშტარია იქნება ერთ-ერთი, რომლისთვის აქცენტი იქნება გაკეთებული და ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომლებიც ასევე არიან ციხეში და ეს იქნება ერთ-ერთი დიდი აქცია ამ პერიოდის მერე, რომელიც იყო გაჩერებული. არ ვიცი, ვიღაცები წერენ და იგინებიან და ისა, რომ არც პატრიარქის გარდაცვალების დღეებში არ შეაჩერეს, პირიქით იყო. შეჩერდა პროტესტი, მარში გაუქმდა და ეს იყო
პატივისცემას სწორედ პროტესტის ხალხის. ეხლა აღდგა ეს პროტესტი, შაბათს იქნება უთუოდ დიდი მარში და ვნახოთ მერე გაზაფხული არის და იმდენი საკითხი არის, იმდენი ძალიან რთული, ძალიან მძიმე, ეს იქნება განათლების რეფორმა, რომელსაც რაღაცას ეხლა ვითომც ცვლიან ყოველდღიურად, მიხვდნენ რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება არის, მაგრამ ამას რაღაც პატარ-პატარა ნაკუწ-ნაკუწ ვეღარ შეცვლი იმ ფორმით, რომ ხალხი ამითი დააკმაყოფილო. ეკონომიკა არის მეორე, ამ მიწების გაყიდვა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველამ ვიცით პატრიარქის სურვილს და თვით მითითებას კიდევაც. ყველა ეს საკითხები ერთ მეორეზე ედება და რაღაც მომენტში ეს მიაღწევს იმ თავის ნიშნულს და ეს იქნება მომენტი დიდი აქციების და არა იმიტომ რომ ვიღაცა გამოაცხადებს რომ ეს არის რაღაცა მთავარი დღე. დაველოდოთ და დაელოდოს ქართულმა ოცნებამ, როდის იტყვის საქართველოს საზოგადოება თავის სიტყვას. 2028 წელს, როცა მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეები ერთად დაასრულებენ სწავლას, უნივერსიტეტების კვოტები გაორმაგდებაო. რას ფიქრობთ განათლების რეფორმის შესახებ და ზოგადად ამ დაანონსებულ კვოტების გაორმაგებასთან დაკავშირებით? ეხლა რაც თქვი, ეს არის ერთ-ერთი რაღაცა ვითომც დათმობა, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ძალიან დიდი რეაქცია არის სწორედ იმ მშობლებთა შორის, რომელსაც ყავთ შვილები ან მე-11 ან მე-12 კლასის და იციან რომ ძალიან გართულდება მათი ერთად მოხვედრა უნივერსიტეტში და ამიტომ უცებ გაორმაგეს, მაგრამ ამას როგორ ათანხმებენ იმასთან რომ მასწავლებლების პედაგოგების კვოტა შეიცვალა, თვითონ უნივერსიტეტები რომელი იხურება, რომელი სად გადადის, ეს ყველაფერი არის ისეთი რაღაცა დიდი არეულობა, რომ თვითონ მე მგონი აღარ იციან საიდან იწყება ეს რეფორმა და სად თავდება. მთავარი მათი ორი მიზანი, ერთი იყო ჩამოშორება ევროპული სისტემიდან და ამას ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს და მეორე პოლიტიკური კონტროლი პროფესორებზე, სახელმძღვანელოებზე და რაღაცა დოზით იმ სტუდენტებზე, რომლებიც მათ არ ემორჩილებიან. ვერც ერთს ვერ მიაღწევენ, ვერც მეორეს და ეს შეიძლება ეს იქნება მათი კრახის ბოლო ლოდი. ცხოვრების ნახევარი საფრანგეთში გაქვს გატარებული. როგორ გიყვართ საქართველო? ჯერეთი არ არის სწორი, რომ ცხოვრების ნახევარი მაქვს საფრანგეთში გატარებული. მე მაქვს დღეს უკვე მეტი დრო გატარებული აქა, ვიდრე საფრანგეთში. და ვიყავი მთელი ცხოვრება დიპლომატი, ესე იგი ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი და რაც მთავარია ის ნაწილი, რაც გავატარე საფრანგეთში, ანუ ბავშვობა და პირველი ნაწილი ჩემი ცხოვრების, გავატარე რეალურად იმ ემიგრაციის საქართველოში, რომელსაც ჰქონდა თავისი ეკლესია, თავისი შეხვედრები, თავისი მეგობრები და ეს იყო სხვა სამყარო, რომელიც შექმნილი იყო სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ შეეძლოთ, რომ ეცხოვრათ საქართველოს გარეშე. ასე რომ და ვინც არის დღეს ემიგრაციაში, კარგად გამიგებს და იმათმა უფრო კარგად იციან, რომ ის საქართველო არის არანაკლებად ნამდვილი და ძლიერი საქართველო. ქართული ენის სწავლა ბავშვობიდან დაიწყეთო? კი, არა მხოლოდ ბავშვობიდან დავიწყე, ესეც ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, ვიღაცა დამიწუნებს. გასაგები არის, რომ ეს სკოლაში არ ვყოფილ ვარ, არც უნივერსიტეტში ქართული ენით, მე ვისწავლე სახლში, ბებიებთან ერთად და სხვათა შორის სკოლაში რომ მიმიყვანეს, ვიყავი 4 წლის, თუ არ ვცდები და არც ერთი სიტყვა არ ვიცოდი ფრანგულის და ვეძებდი გამწარებულად ჩემ ძმას, რომელიც ჩემზე ცოტა უფროსი არის და რომელიც იმავე სკოლაში შევიდა იმავე დღეს, ვეძებდი, იმიტომ ვიცოდი, რომ იმას ერთადერთი ის იყო, ვინც გაიგებდა ჩემს ენას და რამეს ჩემ წუხილს გაიგებდა.
დღეისთვის დავამთავროთ, აღარ გვაქვს კითხვები. არა, მე ერთი ხო. Facebook-ზე შემოვიდა. ერთი რამე უნდა დავამატო მე, სანამ რადგანაც პატრიარქს ვიხსენებდი და მე ბევრი სხვა მოგონებები მაქვს, რომელსაც მე სხვა დროს გავუზიარებ სმენელს თუ შეიძლება დავწერო, არ ვიცი. მაგრამ ერთი რამე უნდა გავიხსენო, რაც ძალიან ჩემთვის ნიშანდობლივია. მე პირველად ჩამოვედი საქართველოში 86 წელს. მანამდე საბჭოთა, რადგან საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, საბჭოთა საელჩო ვარს მეუბნებოდა მუდმივად ვიზაზე აქ ჩამოსვლისთვის, არაერთხელ შევიტანე მოთხოვნა და ყოველთვის იყო კატეგორიული ვარი, ამისი მიზეზიც ვიცი, ვინ და რატომ მითხრეს ვარი, ერთი დიპლომატი ვიყავი უკვე, საფრანგეთის ემიგრაციის შვილი, იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ განსაკუთრებულად ამ საბჭოთა კავშირის და კომუნიზმის და ამ ყველაფრის დამყრობელის წინააღმდეგ და ამიტომ ვიყავი მიუღებელი. მაგრამ ისე მოხდა, რომ 86 წელს ჩატარდა საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია განიარაღებაზე და მშვიდობაზე. კარგად მახსოვს ისა, რომელიც ტარდებოდა პატრიარქის ეგიდით. და ისე მოხდა, რომ ამ კონფერენციაზე დაპატიჟებული ვიყავი, შემიყვანეს საფრანგეთის დელეგაციაში, მაშინ ვიყავი სწორედ საგარეოში ვმუშაობდი საფრანგეთში. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო, რომ მეუბნებოდა, რომ აი შენ ქვეყანაში შეძლებ, რომ ჩახვიდე და მართლა უხაროდათ ჩემ ფრანგ კოლეგებს ჩემი საქართველოში ჩასვლა და ამ ხელდასმით ვიტყოდი პირველად შევძელი საქართველოში ჩამოსვლა. თენგიზ არჯევანიძის მოსაზრება მინდა წაგიკითხოთ. Facebook-ზე გვწერს, დამიჯერეთ ქალბატონო სალომე, ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს. მიზეზი კი ის არის, რომ ისევ ძველი სახეები, რომელთა დანახვაზე ხალხს ნერვები ეშლება. ახლა ხალხი თქვენგან მოელის ქმედით ნაბიჯებს და კიდევ ველოდებიან, ვის დაიყენებთ გვერდით. როგორც ანალიტიკოსი მე ვფიქრობ, რომ სჯობს დამოუკიდებელ ლიდერად დარჩეთ და ხალხთან დარჩეთ. მით უმეტეს ახლა სამეზობლოში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, როცა უკვე დიპლომატიაში წერტილ მძიმეც კი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. ეს არის მისი მოსაზრება, ეკუთვნის თენგიზ არჯევანიძეს. დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენი კითხვები. მადლობა. მადლობა. მადლობა ყველას.